არის მცდელობა, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა დაიძაბოს, განაცხადა ილია მეორემ თურქეთის რელიგიურ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან შეხვედრისას. კათოლიკოს პატრიარქმა საუბრისას ისტორიული ფაქტები გაიხსენა, როდესაც მუსულმანები და ქრისტიანები ერთად ყოველგვარი კონფლიქტის გარეშე ცხოვრობდნენ. ქობულეთში მომხდარს თურქული მხარეც გამოეხმაურა. მეჰმედ გორმეზის თქმით, ადამიანებს შორის რელიგიის გამო გაუცხოება მიუღებელია. მეჰმედ გორმეზი საპატრიარქოში ილია მეორის მიწვევით იმყოფებოდა. ურთიერთობა ჩვენ შორის ყველას არ მოსწონს, ზოგიერთს შეიძლება აღიზიანებს. მაგალითად ის რაც მოხდა აი ამ დღეებში, რომლის შესახებ ჩვენ სპეციალური განცხადება გავაკეთეთ, ასევე ის რაც მოხდა ჩემი ვიზიტის წინ, როცა დაანგრიეს ერთ-ერთი ქართული ეკლესია, ეს ყველაფერი მეტყველებს იმისათვის, რომ იყოს გაღიზიანებული ატმოსფერო და იყოს დაძაბული ურთიერთობა ჩვენ შორის. ჩვენ არ უნდა მივაქციოთ ყურადღება ასეთ მოვლენებს, იმიტომ რომ ჩვენი ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ორი ქვეყნისათვის, ისე მთელი რეგიონისათვის. ყველა მუსულმანს, რომელიც აქ ცხოვრობს, უნდა ჰქონდეს მისი აღმსარებლობის საკუთარი შვილებისათვის გადაცემის საშუალება, ისევე როგორც ქრისტიანებს თურქეთში. ჩვენ შევქმნით კომისია და იმედი მაქვს, ის ბევრ საკითხს მოაგვარებს. ის ფაქტი, რომ დღეს ადამიანებს შორის ხდება რელიგიის გამო გაუცხოება და ადამიანები არ უტოვებენ სივრცეს სხვა აღმსარებლობისათვის მიუღებელია. ეს კაცობრიობის პრობლემაა ბოლო წლების განმავლობაში. არ უნდა მოხდეს თავდასხმა მეჩეთზე და ღორის თავი არ უნდა ჩამოიკიდოს. ჩვენ ხვდებით მიზეზებს თუ რატომ ხდება, თუმცა ეს მიზეზები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ასეთი თავდასხმები